ამ წუთებში იწყება აქცია თბილისის მერიასთან იმ ადამიანების მხარდასაჭერად, რომლებიც სამსახურებიდან, საჯარო სამსახურებიდან გაათავისუფლეს და ასევე იმ ადამიანების მხარდასაჭერად, რომლებიც ამ დრომდე იდევნებიან საჯარო სამსახურებში. თბილისის მერიასთან აქცია დააორგანიზა ძლიერმა საქართველომ და ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ფიქრობს, რომ საჯარო სამსახურებიდან ადამიანებს უშვებენ გაურკვეველი მიზეზებით, ამ ადამიანებს შეუძლიათ მოვიდნენ და თბილისის მერიასთან გააპროტესტონ ქართული ოცნების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. აქ შეკრებილი ადამიანები პირდაპირ ამბობენ, რომ საჯარო მოხელეებს სამსახურებიდან უშვებენ პოლიტიკური ნიშნით მათი განცხადებების გამო, რადგან 28 ნოემბრიდან დღემდე ჩვენ თითქმის ყოველდღიურად ვხედავთ ქუჩაში ადამიანებს, საჯარო მოხელეებს, რომლებიც პირდაპირ ამბობენ, რომ ისინი უჭერენ მხარს ევროპულ მომავალს და არ მოსწონთ ის გადაწყვეტილება, რომელიც ქართულმა ოცნებამ მიიღო და სწორედ ამ განცხადებების შემდეგ ვიხილეთ ჩვენ ათობით საჯარო მოხელე, რომლებიც სრულიად დაუსაბუთებლად გაათავისუფლეს სამსახურიდან. ამ ადამიანებზე მიმდინარეობს ტერორი, მათ აშინებენ რეორგანიზაციით, სამსახურიდან გათავისუფლებით და ეს არის კალაძის სამარცხვინო პასუხი ჩვენი ქვეყნის ძალიან ღირსეული საჯარო სექტორის მიმართ და მოვედით აქ იმისთვის, რომ კალაძესაც და ყველა სხვასაც, ვინც ცდილობს, რომ დააშინოს ღირსეული საჯარო მოხელეები, გავაგონოთ ჩვენი ხმა, ჩვენ ვართ მათ გვერდით, უცხადებთ სოლიდარობას და ვიბრძოლებთ მათთან ერთად. ათასობით ადამიანი არის საჯარო სამსახურში, რომელსაც ეხა ფაქტობრივად საკუთარი ხელფასის ტყვეობაში ამყოფებენ და აშანტაჟებენ იმით, რომ სამსახურს დაკარგავენ და ამ ადამიანებს უნდათ ხარდაჭერის დანახვა. ისინი ამ ქვეყანას ემსახურებიან და არ ემსახურებიან რომელიმე პარტიას და რეჟიმს. ამიტომ მათ საზოგადოებამ უნდა ვაჩვენოთ, რომ მათ გვერდით ვართ და არ დავაჩაგრინებთ არავის. საჯარო მოხელეებს, ადამიანებს, რომლებიც თავიანთ ღირსეულ სამოქალაქო პოზიციას აფიქსირებენ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მათ სამსახურებიდან უშვებს. ამიტომაც თბილისის მერია ამ მხრივ, რადგანაც არის ერთ-ერთი ესე იგი თვალსაჩინო ინსტიტუტი, ჩვენ მოვედით, რომ გავაგონოთ ყრუ თბილისის მერს, რომ თავად გახდება ძალიან მალე, ძალიან სერიოზული სანქციების ადრესატი. როგორც გითხარით, ამ წუთებში მიმდინარეობს აქცია თბილისის მერიასთან იმ ადამიანების მხარდასაჭერად, საჯარო მოხელეების, რომლებიც სრულიად დაუსაბუთებლად გაათავისუფლეს სამსახურიდან. სხვათა შორის უნდა აღინიშნოს ასევე ისიც, რომ საქართველოს პარლამენტმა 2024 წელს მიიღო კანონი საჯარო სამსახურის შესახებ, რომლის მიხედვითაც რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული ადამიანი, რომელიც სასამართლოში მტკიცებს, რომ აბსურდული ბრალით გაუშვეს სამსახურიდან, მას სამსახურში არ აღადგენენ. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ახლა ხალხი ქუჩაში გამოდის და მხარს უჭერს ქართული ოცნების მხრიდან გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებს.